გარდა, რომელსაც მესამე მოსმენისას დაუბრუნდებით. კენჭი ეყრება საქართველოს კანონის პროექტს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენა, შეგახსენებთ ბატონი კობა სუბელიანის ინიცირებული ეს კანონპროექტი ჩვენ ერთხელ განვიხილეთ და უყარეთ კენჭი. პროექტმა ვერ მიიღო პარლამენტის მხარდაჭერა, მაგრამ რეგლამენტის შესაბამისად ინიციატორს აქვს უფლება ერთი თვის განმავლობაში ხელახლა კენჭისყრაზე დასვას ეს საკითხი. აქვს კენჭისყრის წინ განცხადება ბატონ სუბელიანს და ბატონ კანთარიას. შემდეგ გადავალთ კენჭისყრაზე. გისმენთ ბატონო კობა. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, მე კიდევ ერთხელ გადმოგცემთ იმ მშობლების უმორჩილეს თხოვნას, მუდარამდე მისულ თხოვნას, ასე შემიძლია გითხრათ და იქნებ ხარი დაუჭიროთ ამ კანონს, რომ ეს ბავშვები წელს სკოლაში შევიდნენ. ეს არის მათი თხოვნა და გიხმოვანებთ და გიჟღერებთ მათ თხოვნას უმორჩილესად, რომ იქნებ მივცეთ შანსი. ეს არის ბოლო შანსი ამ კანონმდებლობის და რეგლამენტის ფარგლებში, გამოვიყენოთ ეს შანსი და შევუშვათ ბავშვები სკოლაში. ნუ დავტოვებთ რამოდენიმე დღის გამო სკოლის გარეთ. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი თხოვნაა და იქნებ გაითვალისწინოთ. მადლობა. ბატონი კანთარია. ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით მინდა უმრავლესობას შევახსენო, რომ არც კომიტეტს, არც განათლების სამინისტროს პოზიცია არ შეუცვლია ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს ვერ დაუჭერთ. მადლობთ. კენჭი ეყრება კანონის პროექტს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით განმეორებითი კენჭისყრის რეჟიმში. გთხოვთ ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი. ოცდაცხრამეტი მომხრე, 10 მოწინააღმდეგე, კანონპროექტი არ არის მიღებული. კოლეგებო, ამრიგად ჩვენ ამოვწურეთ დღევანდელი სამუშაო დღის წესრიგი, მივიღეთ გადაწყვეტილებები ყველა საკითხზე, რაც ჰქონდა პლენარული სხდომის დღის წესრიგში. შესაბამისად, პლენარული სხდომა ამითი დასრულებულია. პარლამენტის ბიუროს წევრებს შეგახსენებთ, ორშაბათს 3 საათზე ჩვეულ რეჟიმში, ჩვეულ ადგილზე და დროს გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა. ორშაბათს 3 საათზე